მოგესალმებით ბავშვებო, ეს არის ფიზიკის მეოთხე გაკვეთილი. ხო, თუ არ ვეცდები. კაი, დღევანდელი თემა არის ელექტროსკოპი, გამტარები და არაგამტარები, მუხტის შენახვის კანონი. საკმაოდ გრძელი თემა, მაგრამ ჩვენ გავიარებთ. კაი, მოდით დავიწყოთ პირველი საკითხიდან, ელექტროსკოპი. ხელსაწყო, რომლის მეშვეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, დამუხტულია სხეული თუ არა, ელექტროსკოპი ეწოდება. ანუ, ელექტროსკოპი ისეთი ხელსაწყოა, რომელიც მაგის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, სხეული არის დამუხტული თუ არა. ეს ასე. ელექტროსკოპი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ხედავ მუხტს. ესეც ასე. კაი. ელექტროსკოპი გვიჩვენებს მხოლოდ დამუხტვის მოდულს. ეგეც ვიცით, უკვე გავიგებთ ანალოგიურად, როდესაც ებონიტის ღერო დამუხტულია უარყოფითად და შევეხებით ბურთულას, ებონიტის ღეროდან ჭარბი ელექტრონები გადავლენ ბურთულაზე და ბურთულას დაემუხტება უარყოფითად. ღერო, რომელიც ბურთულა არის მოცემული, ისიც დაემუხტება უარყოფითად. და ის არის დაემუხტება უარყოფითად. ანუ შესაბამისად, რადგან ერთნიშნიანი მუხტები განიზიდავენ, ის არის გადაისრება. ეგ მე მგონი გავიგეთ, არაფერი რთული არ იყო. ებონიტი, ისე რომ ვთქვათ, ესე დაიმახსოვროთ, რომ ელექტრონი, ებონიტი, ანუ უარყოფითად არიან ყოველთვის. ანალოგიურად, მინის ღერო აბრეშუმზე ხახუნის შედეგად იმუხტება დადებითად. ანუ მასზე ელექტრონების უკმარისობაა. და როდესაც შევეხებით ალუმინის ბურთულას, ბურთულიდან გადადიან ელექტრონები მინაზე. ბურთულა კარგავს ელექტრონებს და მინაზე დაემუხტება დადებითად. ეს ასე, არაფერი რთული არ იყო. გადავიდეთ მნიშვნელოვან საკითხზე. კაი. ბუნებაში ანუ ელექტრობის გამტარობის მიხედვით ნივთიერები იყოფებიან სამ ნაწილად. ანუ ძირითადად ორ ნაწილად, მაგრამ ეს მესამეც იცვლება რა, ისე რომ ვთქვათ. კაი. გამტარები, ნახევარგამტარები და არაგამტარები. არაგამტარებს ზოგადად იზოლატორებს და დიელექტრიკებსაც უწოდებიან. დიელექტრიკები, იზოლატორები, არაგამტარები. ეს სამი სახელი არაგამტარებისთვის. ორი სახელი უბრალოდ, კაი. ეს ნახევარგამტარებთან ჯერჯერობით არანაირი საქმე არ გვაქვს ფიზიკაში. არ გვჭირდება ამ წელს უბრალოდ, მაგრამ იცოდეთ, რომ სამი სახის არის, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ორ სახეს, გამტარები და არაგამტარები. კაი. ყველაზე კარგი გამტარები არის ლითონი, მეტალი, ლითონი და მეტალი ერთი და იგივეა, კაი. მეტალი, მარილი, მჟავა, სველი ხე, ლიმონი, ვაშლი, წყალი და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც არსებობს. მაგრამ დაემახსოვრეთ ძირითადად მეტალები არის კარგი გამტარები, მჟავა და ლითონები რა, რომელსაც გინდათ ეს გამოიყენოთ. კაი. და ცუდი გამტარებია ფაიფური, ბინა, თიხა, პლასმასი, შალი, კიდევ რა მიწერია, ხო, ნავთი, აბრეშუმი, მშრალი ხე და ასე შემდეგ. იგეც რომელსაც გინდათ ეს დაემახსოვრეთ. კაი. ხო, გამტარების აგებულებაზე გადავიდეთ. ეს თემა მე შემდეგ გაკვეთილებზე უფრო კარგად შევეხებით. უბრალოდ აქ რაღაც პატარა ნაწილს გეტყვით, იმიტომ რომ ეს შემდეგ გაკვეთილზე გვექნება ზუსტად მაგ თემაზე საუბარი რა. ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ გვექნება. და იქ უფრო კარგად გაიგებთ. კაი, მოკლედ, მე რა მიწერია ეხლა, ეგ გეტყვით. მოგეთ, ნებისმიერ მეტალს კრისტალური აგებულება აქვს. კრისტალური აგებულება რას ნიშნავს? ანუ ატომები მოწესრიგებულად და ისე რომ ვთქვათ, მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დალაგებული. ეს ნიშნავს კრისტალური აგებულება. აი მყარ სხეულებში ატომები იმყოფებიან მოწესრიგებულად და მჭიდროდ ერთმანეთთან. მეტალებში იგივენაირად გამოიყურება კრისტალურ მესერში. კაი. მეტალებში ატომებს შორის ძალიან დიდი ურთიერთმიზიდვის ძალაა. ანუ მე როგორ გაჩვენებთ ახლა დაიცა? დაგიხაზავთ, მაგათად როგორ იმყოფებიან, მოწესრიგებულად და მჭიდროდ.
ეს დაიმახსოვრეთ მეტალებისთვის რა. ერთი წამი აი მაგალითად ასეთი აგებულება აქვთ. აი ესენი არის ატომები, ესენი რომ დაალაგდებიან ერთმანეთთან მოწესრიგებულად და მჭიდროდ. კაი, ეს ასე. მოკლედ, გითხარით რომ ძალიან დიდი ურთიერთმიზიდვის ძალა. ზუსტად მაგის გამო ეს რომ ძალიან დიდი ურთიერთმიზიდვის ძალა, მაგიტომ თითოეული ატომი მეზობელ ატომისგან ართმევს ეს სუსტ ელექტრონებს, მაგრამ ვერ იერთებს. და მაგაზე მე ვისაუბრებ, რატო ვერ იერთებს, უფრო კარგად. ეს წართმული ელექტრონები ხდებიან თავისუფლები და მოძრაობენ ქაოსურად ეს მესერში, ისე რომ ვთქვათ. ეს კრისტალურ მესერში მოძრაობენ ქაოსურად. მაგრამ პატარა სიჩქარეებით, ესეც გეტყვით. მაგრამ კვანტებში, მეტალებში არის დადებითი იონები. ვიცით უკვე დადებითი იონები რას ნიშნავს, თუ არ იცით, წინა გაკვეთილები ნახეთ. დიდი თემაა და ხო. და მესერში ქაოსურად პატარა სიჩქარეებით მოძრაობენ თავისუფალი ელექტრონები. აი გითხარით უკვე პატარა სიჩქარეებით რომ მოძრაობენ. მეტალის ჯამური მუხტი მაინც ნულის ტოლია. ანუ არაგამტარებში ატომებში უფრო მეტი ძალაა, ვიდრე ატომშორისი ძალა. ამიტომ ატომებს ერთმანეთს ვერ ართმევენ ელექტრონებს. არაგამტარებში. ჩვენ გამტარებში ვისაუბრეთ რომ ართმევენ, მაგრამ ვერ იერთებენ და არაგამტარებში ვერც ართმევენ. ხო. ამიტომაც ვერ ატარებენ დენს. არაგამტარები ვერ ატარებენ. არ ატარებენ, ხო, ვერ ატარებენ რა. ისე. კაი. მეტალებში თავისუფალი ელექტრონების რაოდენობა 1 სანტიმეტრ კუბში არის 1022 ხარისხიდან 1023 ხარისხის ჩათვლით. ეს არის მათი ელექტრონების რაოდენობა. ხო და დიელექტრიკებში, ანუ იგივე არაგამტარები, ეს არის მეორე სახელი არაგამტარების. ატომების რაოდენობა, უпростоრად ელექტრონების რაოდენობა არის 1 სანტიმეტრ კუბში 10 მე-7 ხარისხიდან 10 მე-10 ხარისხის ჩათვლით. ეს ასე. ვისაუბროთ ისა მუხტის შენახვის კანონზე, ხო? ეს არის ბოლო საკითხი ამ გაკვეთილში. მოკლედ, ჩაკეტილ სისტემებში მუხტების ნებისმიერ ურთიერთქმედებისას მათი საერთო ანუ მუხტის ალგებრული ჯამი უცვლელია. ანუ Q1 + Q2 + Q3 და ასე შემდეგ Qn ტოლია კონსტანტა, ანუ მუდმივი, ანუ უცვლელი, ისე რომ ვთქვათ, კონსტ დავწერთ ჩვენ, ხო? ინგლისურად. კაი, ეს იყო ასე, მორჩა ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. ნახვამდის.